ამ შენობაში მალე სარემონტო სამუშაოები უნდა დაიწყოს. რამდენიმე ჭიათურელი ერთი მიზნის გარშემო გაერთიანდა და გადაწყვიტა. ჭიათურაში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის დღის ცენტრი გაიხსნას. ჩვენ ადგილობრივმა ჭიათურის რამდენიმე მცხოვრებმა გადავწყვეტეთ, რომ ორგანიზება გავუკეთებინა ამ დღის ცენტრის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. დაუკავშირდით ამ ტიპის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციას ნაბიჯს, რომლის წარმომადგენელი ახლა დღეს ჭიათურაშია ჩამოსული. გვინდა რომ მთლიანობაში თითქმის მთელი საქართველო თუ არა იმერეთი დავფაროთ, გააკეთეს ყველა მუნიციპალიტეტში ამგვარი დაწესებულებები და ჩვენი პირველი ინტერესი როგორც ჭიათურლების ის არის რომ ჭიათურაშიც გააკეთდეს. მუნიციპალიტეტმა უკვე გამოგვიყო შენობა, რომელიც მართალია ძალიან სარემონტოა და არის საპატრონო, მაგრამ იმედი გვაქვს რომ ადგილობრივი ძალებით ესევე გრანტებით და ესე შემდეგ მოვახერხებთ ამ ყველაფრის რეაბილიტაციას ამ შენობისას, რაც თავარია ეს მთავარი კაპიტალის საბაზისო უკვე მუნიციპალიტეტმა გადმოგცა. ძალიან დიდი სურვილია და მონდომება არის ჩემი მხრიდან და ჩემი მეგობრების მხრიდან, რომ ამ ბავშვებს bis ცხოვრებაში თუნდაც რაღაც ეტაპით ვაგრძნობიოთ მათ, რომ ისინი არიან ისეთივე საზოგადოების წევრები, როგორებიც ვართ ჩვენ. და რომ ზედმეტი ადამიანი მართლა არ არსებობს ამ ქვეყანაზე და ეს იდეის და ფიქრის დონეზე იყო ყველაფერი ყოველთვის. იდეის გარშემო გაერთიანებული ჯგუფი ჯერ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. მუნიციპალიტეტის გამგებელთან გამართული შეხვედრის შემდეგ არჩევანი ყოფილი დეს განყოფილების შენობაზე შეჩერდა. როგორც მუნიციპალური საკუთრება ჩვენ შეგვიძლია რომ გადავცეთ ამ ცენტრს აღნიშნული შენობა, რა თქმა უნდა, უზრუფრუქტის ფორმით, რამოდენიმე წლით, რომ გადასახადი არ გადაიხადონ და შემდეგ საკრებულოს გადაწყვეტილებით იმედი მაქვს, რა თქმა უნდა, საკრებულო მხარ დაგვიჭერს, რომ შენობა მივცეთ, დაჭირდება, რა თქმა უნდა, რემონტი და ალბათ ყველა ძალისხმევით ჩვენ ჩვენზე დამოკიდებულს გავაკეთებთ, კეთილმოვაწყობთ და ხელი შეუწყოთ ასეთ ბავშვებს. არ არსებობს დახურული სივრცე და შეზღუდული შესაძლებლობა. ასეთია იმ ადამიანების ხედვა, რომლებსაც სურვილი აქვთ საკუთარი წვლილი შეიტანონ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების საზოგადოებასთან ინტეგრაციის საქმეში. მე პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ქალაქის გამგეობას ბატონსხალს, იმიტომ რომ ყველგან არ გვხდება ესეთი ერთსულოვნება და მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან. რა თქმა უნდა, მადლობა მინდა უთხრა ქალბატონ ნანას და როლანდს, იმიტომ რომ ეს არის კეთილი ნება, რა თქმა უნდა, ეს არ არის რამე დაინტერესება და ეს, იმიტომ რომ ეს არის კეთილი ნება და რაღაც მხარდაჭერა და მე მგონი რომ ამოსავალი წერტილი ისე რომ თვითონ ჭიათურაში არის 90 ბავშვი, ძალიან დიდი რაოდენობა არის ამ რაიონისთვის და სამწუხაროა რომ აქამდე არ იყო რაღაც ცენტრი ამ ბავშვი და ამიტომ რადგან გამოჩნდა დახმარება გამგეობიდან, რადგან გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები, ეს საკითხი უნდა იქნეს მიყვანილი ბოლომდე. და საბოლოო ჯამში იმას მივახცევთ, რომ ჭიათურაში არსებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები 0-დან 6 წლამდე, 6-დან 18-მდე და ჩვენ გვაქვს კიდევ ამბიცია, რომ უფრო მეტ ასაკობრივ ჯგუფებთანაც ვიმუშაოთ. გავაკეთებთ ამ ყველაფერს, მოხდება გადამზადებაც. გვინდა რომ სარეაბილიტაციო და ასევე აბილიტაციის კურსები გაიარონ ამ ბავშვებმა და იყოს როგორც სოციალიზაცია, ასევე რესოციალიზაცია. ჭიათურაში ამ დროისთვის არსებული სტატისტიკის თანახმად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 90-მდე მოზარდი ცხოვრობს. საინიციატივო ჯგუფი ვარაუდობს, რომ ამ წამოწყებას მხარს ადგილობრივებიც დაუჭერენ.